გადაცემაში კი მოვიწვიეთ ნახიდაშელი ფსიქოლოგი მოგესალმებით. გაუგანონა მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ჩვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს კი. გავაცნობთ გადაცემის თემატიკას ბავშვის აღზრდის პროცესში დედის და მამის ზრუნველობა თანაბრად მნიშვნელოვანია თანამედროვე რეალობაში კი დამსხვრეული სტერეოტიპების და შეცვლილი ცნობიერების მიუხედავად დედის როლი დღესაც წამყვანი არის და დამეთანხმებით თამაში, თუმცა მამის ჩართულობა ამ პროცესში დღითი დღე სულ უფრო აქტუალური ხდება. გაუტანო მოდით საუბარი დავიწყოთ ამ თემაზე, მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თემა ხო, თითქოს ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ რეალურად ძალიან რთული. და ძალიან რთულია ზოგადად ბავშვის აღზრდა, როგორც დედა ისე გეუბნებით. ძალიან ადვილია როგორც ფსიქოლოგმა ისაუბრო სხვადასხვა თემებზე, ისაუბრო ზოგადად ბავშვზე, ბავშვის ფსიქიკაზე, როგორ უნდა იყოს დედა, როგორ უნდა იყოს მამა, მაგრამ ძალიან რთულია რეალურად აღზარდო ბავშვი, მე თვითონ დავდექი ამ დილების წინაშე. ეხლა რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მამის ჩართულობა ნაკლებია და დედის, ეს სხვადასხვა მეც მაინტერესებს რაღაცა არ ვიცი ამას ჩვენი კულტურა განაპირობებს, ჩვენი აზროვნება, ჩვენი ტრადიცია, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა. თითქოს აპრიორულად დედის ხრებზე გადადის, მამა თulis რომ მისთვის საკმარისია ის რომ რაღაც მოვიდეს და ფინანსურად ოჯახი უზრუნველყოს. თუმცა ვერ ვიტყვით რომ დედები ნაკლებად ფინანსურად უზრუნველყოფენ. მოკლედ პრობლემების ბუკეტი გვაქვს აზროვნებაში რა. კი, ნამდვილად საინტერესო თემა არის. უბრალოდ საინტერესო არის რა როლი აქვს დედას აღზრდაში და რა როლი აქვს მამას. ესე თუ შეიძლება დაყოფა და ნამდვილად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის დედის როლი და მამის როლი. უნდა იყოს ეს თანაბრად, რა თქმა უნდა, თუ მაინც მიჯაჭვული არის ბავშვი დედაზე, ესე რომ ვთქვათ, მაინც მუსლიმობის დროსაც თავად ცუდი ფაქტორია. აქ მშობლებით ვაშავებთ, ჩემ თავზეც ვიტყვით, ცოტათი ჩვენც ვიჯაჭვავთ, ეს რაღაც არის ემოციური კავშირი აქვს დედას უბრალოდ ძალიან დიდი. რა თქმა უნდა, თანაბარი უნდა იყოს და პირველ რიგში რაც ჩვენ საზოგადოებას გვაკლია ბავშვთან მიმართებაში, ცოტა პრაგმატიზმის დეფიციტი გვაქვს, ეს ემოციები მოდის წინა პლანზე, რაც უშლის სხვადასხვა ბავშვს, რომ მე ჩამოყალიბდეს უკვე დასრულ პიროვნებად, დამოუკიდებელ პიროვნებად. ეს ვთვლი, რომ სანამ წყვილი გადაწყვეტს, ანუ ბავშვის ყოველს ჯობია რომ მათ ეს გააცნობიერონ, ემოციური კავშირი ერთნაირად, ემოციური ჩართულობა ერთნაირად უნდა იყოს ორივეს მხრიდან. ანუ ბავშვისთვის უნდა იყოს დედაც, მამაც, ისინი რაღაცნაირად არ უნდა იყოს ეს რაღაცა გამოყოფილი სივრცე, რომ დედასთან თუ ვარ კარგია, ნუ მამა იქნება თუ არა, ეს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად მშობლების ბრალი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის კიდე და დიდი პრობლემა ბავშვის პიროვნება ჩამოყალიბებაში, აღზრდის დროს რა შეცდომასაც უშვებს მშობელი, ეს არის ხშირად მისი შეუმდგარი პირადი თუ ასე ვთქვათ კარიერული ცხოვრების პროექციები ბავშვზე. დიახ, სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა. ზოგადად გავრცელებული ფორმა არის გიჟი დედა, რომელიც არის 24 საათი ბავშვზე გადართული და ის არც მუშაობს, არც არაფერი და რატომაც ითვლება, რომ ეს არის ასე ვთქვათ კარგი ან მაგალითი ბავშვისთვის. მე პირადად ვთვლი, რომ ეს ასე არ არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქალბატონო? ეგ უბრალოდ საშინელებაა. იცით რა არის ახლა რაღაც ცუდ რამებს ვამბობ ხოლმე ყოველთვის მე ძალიან არ მოსწონდა მაგკრიტიკებენ, მაგრამ რა ვქნა ახლა პროფესია ისეთი მაქვს, რომ ვერ მოვეფერები ხალხს და ხშირად ეს გიჟი დედობა, ის რომ ბავშვი 24 საათი, ეს არის უფრო საკუთარი ინტერესების, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება რეალურად, ვიდრე ბავშვის ზრუნვა. ის რომ კარიერულად შედგა, ან ხშირად გამიგია ესეთი ფრაზები, რომ აი მე რომ შვილი არ მყოლოდა, აი ნუ რაღაც ეს ბავშვზე დამადლების ფენომენი ხო ხდებით, რომ შევდგებოდი, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. სინამდვილეში ადამიანი რაღაცა ვერ ყალიბდება, ვერ პოულობს თავის გზას და ეს ამბიციები ხო რჩება, ჩვენ ხო ძალიან ამბიციური, ეგოცენტრული ადამიანები ვართ და მე რაღაცას უნდა დავაბრალოთ ეს ყველაფერი, ვიღაცას უნდა დავაბრალოთ და თან უნდა დავაბრალოთ ისე, რომ ჩვენ
წარმოჩინდეთ ძალიან მაღალი დონის ადამიანებად და ეს არის ზუსტად აი ეგ ნარატივი თქვენ რას თქვით ახლა რომ აი შულზე გადამკვდარი ვიყავი და მე მიდის ხო მე შენამდენი გაგიკეთე და მე ცხოვრება არ მქონდა ეს ყველაფერი არის უბრალოდ სისუსტე შენ ვერ ხვდები როგორ უნდა იცხოვრო და რეალურად ბავშვზე გადაგაკვალო და ის ხომ ბავშვსაც მოქმედებს და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, როდესაც ეუბნები, რომ აი თითქოს შენი ბრალია, რომ მე დღეს კარიერა მაქვს, შენი ბრალია, რომ მე დღეს სახში ვზივარ. ეს ხომ ასე რაღაც ხანგრძლივ ზიანს აყენებს. რა თქმა უნდა, აი შეხედეთ ხა სტატისტიკა არ გვინდა, ხა არ არის ოფიციალური სტატისტიკები აუცილებელი, ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხედავთ, უყურებთ ტელევიზიას, უყურებთ პოლიტიკოსებს, ხელოვან ხალხს, ყველას, ხო? ქართველი ადამიანების პრობლემა არის ინფანტილიზმი. აი ზრდასრულობის და პასუხისმგებლობის პრობლემა გვაქვს. ეს არის სწორედ ის რაღაცა ჩვენი კულტურულ დონეზე დაშვებული შეცდომები შვილებთან, როდესაც მშობლებს სურთ თვითონ გადაწყვიტონ ბავშვის ცხოვრება. გახსოვთ ხო ქართული ფილმებიც კი ამაზე ეხლა ვინაბარებს თავისით, ეხლა მამა დაგეხმარა, ის ნახე, ეს ნახე. აი ამ კულტურაში გავიზარდეთ ჩვენ და მაგიტომ არის რომ აი აბსოლუტურად არაჯანსაღია ჩვენთან ურთიერთობები და შესაბამისად ბავშვი იზრდება უკვე რაღაცა ნახევრად დაზიანებული ფსიქიკით ეს ინფანტილიზმი გაქცევა, მოდუნება მოკლედ სხვა შეცდომები აი ქალბატონო საუბარი არის ამაზე რომ ზედმეტი აკრძალვებით ბავშვის განვითარებას უშლით ხელს ხო? აი რამდენად რეალური არის ეს თემაც რომ ძალიან რეალურია. ჯერ ერთი აკრძალვები დავიწყოთ რა. საერთოდ ეს ყველაფერი ხო ძალიან სუბიექტურია, რას გრძალავ, რას აკრძალავ. ესე იგი მე ჩემი ცნობიერების ველში მოცემული მაქვს რაღაცა კარგისა და ცუდის ნიმუშები, მე რამაც ჩამომაყალიბა და იმის მოგიდეთ რომ მე ეს გავიაზრო, იქნებ მეც არასწორად მაქვს ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული, ავტომატურად ახლა შვილზე გადამაგ და საერთოდ აკრძალვებს დედამიწაზე შედეგი არ მოუტანია. მთელი კაცობრიობის ისტორია ეს არის. შედეგი მოაქვს გაცნობიერებას, დანახვას, ხშირად შეცდომებზე სწავლას და აკრძალვები და ესეთი დისციპლინა, რაც ითვლებოდა კარგ ტონად, ეხლა უკვე აღარ ითვლება, იმიტომ რომ შემოვიდა ამ ინტერნეტ სივრცემ ძალიან დიდი წვდომა, ეს საშუალება მოგცა დიდ ლიტერატურაზე, ცნობილი ფსიქოლოგების თუ მოაზროვნეების და ეხლა აღარ ითვლება კარგ ტონად, მაგრამ ითვლებოდა ოდესღაც კარგ ტონას, რაც ყოველთვის უკუშედეგს გვაძლევდა. ანუ რა არის აკრძალვა? ამ ეტაპზე მე თქვენზე ძლიერი ვარ. გიკრძალავთ, მაგრამ ეს სურვილები, ეს ინტერესი სადმე კი არ მიდის თქვენში, გადადის არაცნობიერში და თქვენ ცდილობთ უკვე ისეთი გზები იპოვოთ რეალურად, რაღაცა ამის დაკმაყოფილების, რომ ხშირად უკვე ძალიან ფატალურ შედეგებამდე რომ გავხავართ და ამიტომ რატომ გვეშინია ასე რომ ჩვენ შულსაც შეეშალოს, ეთკინოს თუკი ჩვენ ესე ვიცხოვრეთ რეალურად. ქალბატონო ნანა, ხშირად პრობლემა ის არის, რომ თვითონ დედები, რომლებიც ბიჭებს ზრდიან, რატომაც უნერგავენ ასეთ მიდგომას, რომ ბიჭმა საჭმელი არ უნდა გააკეთოს, პამპერსი არ უნდა გამოუცვალოს ბავშვს. ეს არის მხოლოდ ქალების საქმე და მხოლოდ დედა უნდა იყოს ამით დაკავებული. თუმცა თვითონ დედა, რომელსაც არასდროს ეხმარებოდა მეუღლე, ის ანალოგიურად ისევ ისეზრდის, როგორც თვითონ გაიზარდა. რატომ ხდება ეს? თვითონ დედას რატომ არ უნდა ქონდეს? ხდები. აი ეს ჩვენის აი რატომ ვამბობთ რომ ადამიანი განპირობებული არსებაა და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ. აი ჩვენის ჩამოყალიბებული ჩვევები თუ აღზრდა თუ მორალი თუ ეს მექანიზმები ხშირად ძალიან მახინჯად ჩვენში ჩამოყალიბებული იმდენად ღრმად არის გამჟდარი რომ ფიქრისაც კი გვეშინია რომ იქნებ ეს არასწორია. ამიტომ დედამ აქედან უნდა დაიწყოს ფიქრი რამდენად სწორად აქვს მას თავად ეს ცოდნა თუ ჩვევები თუ სტერეოტიპები ჩამოყალიბებული და როდესაც გაცნობიერება არ ხდება ავტომატურად გადადის შულზე და მე რეწყება ესეთი ცნობილი ფრაზა რომ მე უბედური ვიყავი, მე ცუდად ვიყავი, ხო აბა რა ესეთია ცხოვრება, ნუ უნდა დაიტანჯო ეს რაღაცა აბსურდში, აი ვირთულებთ რეალურად ცხოვრებას უგუნურების გამო მეტი არაფერი, რომ დანახვა არ გვინდა, რომ რეალურად არის კი სწორის დედაჩემი, რასაც მეუბნება და მამაჩემი ან სკოლა, იქნება არ არის სწორი, იქნებ სხვა გზებიც არსებობს. სამყარო უსასრულოა. აი, საინტერესო არის ასევე ქალბატონმა ეს თემაც, რა უნდა გაითვალისწინოს დედამ იმ ასაკში, როდესაც უკვე ბავშვი იწყებს ფეხსესიარულს და სკოლამდელ პერიოდამდე მიყოლებული. აი, რა უნდა იცოდეს, რა მნიშვნელოვანი ფაქტორები აღზრდის მომენტში, როცა ის უკვე იწყებს ბაღში მისვლას, ბაღის შემდგომ უკვე სკოლაში და სკოლის შემდგომ უკვე
უნივერსიტეტში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის დავაკვირდეთ რა ფსიქოტიპია ჩვენი შვილი. ხვდებით, ეს არის რაც არ კეთდება ოჯახებში. 2 და 3 შვილიც თუ ყავს, ხო, არ ნიშნავს, რომ სამივეს ერთნაირი მიდგომა. ანუ პირველ რიგში ჩვენ უნდა მივხვდეთ რა მიდგომა ჯობია ჩვენ შვილთან, რომ უმტკივნეულო იყოს აღზრდის პროცესი. ზოგადად ეს პროცესი არასდროს არ არის უმტკივნეულო, იმიტომ რომ ხა ბავშვი აზროვნება გვიანი რთვება, სამგეროდ სურვილები, ამბიციები, ეგო უკვე ადრე ყალიბდება, წინ მოდის და ეს ჭიდაობა მიდის. პირველ რიგში დავაკვირდეთ რა ფსიქოტიპია და მაქედან გამომდინარე დავუშვათ ვიმუშაოთ ბავშვთან. აი ხშირად არის რომ მოწონთ ძალიან წყნარი ბავშვები, რომლებიც ხელს არ უშლიან, თავისთვის არიან სულ რაღაცა მიმჯდარი კუთხეში. ასე თქვა დამჯერი ბავშვი. ხო, არანაირად არ არის ეს კარგი, იმიტომ რომ დამჯერი ბავშვი შენზე ერთ მშვენიერ დღეს ასეთივე დამჯერი ხდება ყველანაირ ავტორიტეტზე. მეორეა კიდე არიან ძალიან ესეთი აქტიური ბავშვები, ხშირად რომ ძალიან რაღაცა წინ არიან, მოძალადებათა წყალიბდებიან, აქაც ძალიან სახიფათო არ უნდა გვიხაროდეს, რომ ჩემი შვილი ეზოში ყველას ერევა, ჩემი შვილი ეზოში ყველას ჩაგრავს და დამოკიდებულება, აი უნდა დააკვირდე, რას ფიქრობს შენი შვილი, რა მოსწონს, რას უყურებს, რა აინტერესებს, როგორი აღქმა აქვს სამყაროსი. ჩვენ ხშირად ვაიგნორებთ ბავშვის პროტესტს თუ გამოთქმულ აზრს რაღაც არასერიოზულად აღვიქავთ, მაგრამ ეს არ არის. ის თავისი პატარა შეზღუდული ცნობიერებიდან როგორც ახერხებს, ისე გადმოსცემს, მაგრამ გადმოსცემს აბსოლუტურად შესაბამისად, რაც აქვს სინამდვილეში აზროვნებაში, ანუ რაც ჩამოუყალიბა უკვე გარემომ და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ეს არის ჩავიხედოთ ჩვენი შვილის თვალებში ღრმად და თუ ჩვენი შვილი არ გავს სხვა ბავშვებს, ნუ ვცდილობთ რომ მაინც და მაინც დავამსგავსოთ, ნუ ვცდილობთ რომ ზუსტად ისე გაიაროს ყველა პროგრამა თუ ყველა მოცემულობა, როგორც ყველა ბავშვი, აი მე ჩემი შვილი ამის მაგალითი, რომ ცოტა განსხვავებული ბავშვია, თავისებური აღქმა აქვს სამყაროსი, ნუ ძალიან ვარდისფერია მისი სამყარო და შესაბამისად მე სულ ვცდილობდი, ეხლა უკვე მე 5 კლასშია, მაგრამ პირველი კლასიდან საბავშვო ბაღიდან ვცდილობდი, რომ ზედმეტად მის გონებას რაღაცების მიღება შეეძლო, არ შეეძლო, რომ დავუშვათ ამ მაინც და მაინც არ დამემძიმებინა მისი ფსიქიკა ამ პროგრამით, იმიტომ რომ მე შეიძლება მიმეღო აქტიური ბავშვი, მაგრამ სტრესული ბავშვი. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია თქვენი ბავშვის აღქმა სამყაროსი. აი ქალბატონო, ასევე საინტერესოა, სად გადის ზღვარი მშობლისგან მიღებული რჩევასა და ასე ვთქვათ ჩარევას შორის. მაგალითად, ხშირად არის ხოლმე პრობლემა, როდესაც პროფესიის არჩევაზე დგება ჯერი და მშობლები ასე ვთქვათ ძალიან უხეშად ერევიან და პირდაპირ მიუთითებენ, რომ აი ეს კარგია, აი ეს ცუდია. ეს როგორ უნდა დაარეგულიროს მშობელმა? ნუ მე მგონი ეს ხშირ შემთხვევაში იმის ბრალია, რომ თვითონ ბავშვებსაც არ აქვს აი პრიორიტეტები ჩამოყალიბებული. როდესაც მე ვსაუბრობ უკვე მუშაობ სტუდენტებთან და მეუბნება, რომ აი პროფესია ავირჩი არ მომწონს და დედამამა რჩევინა და ვეკითხები რატომ შენ გინდოდა რამე მან არ იცოდა რა უნდოდა. არა არის ახლა ესეთი თემაც, როცა ბავშვს არ უნდა, მაგრამ ძალიან ეწინააღმდეგებიან, ეს ცალსახად ძალიან სამწუხაროა. თუმცა ჩვენმა დღევანდელმა რეალობამ აჩვენა, რომ არც ერთი პროფესია არ არის მომგებიანი თუ პიროვნება არ არის უკვე რეალიზებული. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ კომუნიზმში, როცა შენ სადღაც დაქსვავდნენ ეს მახინჯი რაღაცა ტრადიცია. დღეს ჩვენ ყველა მივხვდით, რომ ჩვენი კარიერული განვითარება არც დიპლომზეა დამოკიდებული, არც დედაზე, არც მამაზე, ეს არის დამოკიდებული შენს პირად უნარებზე და მე ძალიან მომწონს, რომ თანამედროვე სამყაროს ესეთი გამოწვევები აქვს. და ხშირად ახლა იცით რა არის, აიმიტომ ვამბობ, ეს ძალიან მორჩილი ბავშვები, მე ძალიან მძიმე ტვირთები ხდებიან ასაკში, მშობლისთვისაც, საკუთარი თავისთვისაც და მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მშობლები ფრთხილად უნდა იყვნენ. აი მშობელს არ უნდა კონდეს ყოვლის მცოდნეობის მანტია მორგებული, რომ აი მე დედა ვარ, უკეთ ვიცი, იმიტომ რომ არავინ არაფერი არ ვიცით ამ სამყაროში. ჩემი შვილია, თუმცა კაცმა არ იცის რა ცნობიერებით დაიბადა, რა გზა აქვს მის სამყაროში რა ხდება, შესაძლოა საერთოდ სხვა მიმართულებით იყოს მასში საჭირო განვითარება და უბრალოდ ხვდებით რას ვეჯახებით ფიქრი დაფიქრება, აზროვნება და ნუ რთულია ხა, როცა შენ მუდმივად იმაზე ხარ გადართული, რომ ეკონომიკური პრობლემები გაქვს, ხა ფული საიდან მოიტანო 24 საათი ამაზე რომ ფიქრობ, აღარ გრჩება იმის დრო, რომ ემოციურად ბავშვთან უკვე რაღაცნაირად კავშირი დაამყარო. თუმცა ხა არიან ისეთი მშობლები, რომლებიც თვითონ ინფანტილურები და ხა ესეთებიც პრაქტიკაში მე ბევრი მყოლია, ნუ რაღაც თავის მართლების პოზაში დგანან, რომ იცი რა,
მე მუშაობდი სინამდვილეში არ ხდებოდა საკუთარი ცხოვრებით დაულაგებელი ცხოვრებით დაკავებულები ასე ვიტყოდი რომლებიც თავად ვერ გაიზარდნენ და უცებ აღმოაჩინეს რომ მათი შვილი თითქმის მის სიმაღლეა უკვე იგივე მოთხოვნები აქვს და ეს ჩამოუყალიბებლობა და დაულაგებლობა უკვე საკუთარ ფსიქიკაში გვაძლევს ძალიან ფატალურ შედეგებს. ესეთი ბავშვები ხშირად ძალიან ბრძოლის უნარიანები არიან, მაგრამ ხშირად ინფანტილურების პირიქით იკეტებიან. აი, ქალბატონო, თქვენ პრაქტიკაში თუ გქონიათ ესეთი რამ, როდესაც მშობელი ხვდება, რომ შვილი უფრო, ასე ვთქვათ, ჭკვიანურ რაღაცას ამბობს, თუნდაც ან ის უკეთ ხვდება იმ სიტუაციაში არსებულ პრობლემებს და მოგვარების მეთოდებს და ცოტა მიუღებელი არის ხოლმე მშობლების. აი, თქვენ თუ გქონიათ ესეთი პრაქტიკა? მქონია. ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აი ცნობიერების განვითარების თვალსაზრისით საუკუნეა შულსა და მშობლებს შორის და ბავშვთან აბსოლუტურად ახლებური აღქმა, აბსოლუტურად საღი, ძალიან პრაგმატული, აი ეს მშობლები პირიქით თავის რაღაცა ტრადიციაში თუ ჩვევებში თუ სტერეოტიპებში დარჩენილები და პირდაპირ ომი მიდის, გონებრივი ომი მათ შორის და რა თქმა უნდა ბავშვი ითრგუნება, იმიტომ რომ ეს მშობლები მაინც უფრო ძლიერები არიან ბავშვი უმცირესობაშია სუსტია და ხშირად ცდილობენ რომ რაღაც ჩაკლან მასში ეს განსხვავებული აზრი მე სწორედ მაგას ვაკეთებ რომ პირიქით გავაღვივო მე ამაზე ხშირად მშობლებისგან რაც და ისიც მიგრძნია უკმაყოფილობა მაგრამ ეს არ მაღელვებს იმიტომ რომ ჩემთვის მთავარია ბავშვს გაეხსნას გზა მას რაღაც დიდი ბარიერები მშობლებმა არ დავუშვათ გაუკეთონ იცით რა არის ყველაზე უბედურება ხშირად როდესაც მუშაობ ხვდები რომ ბავშვი დაღუპეს მშობლებმა ანუ ბავშვს ჰქონდა უნარები ჰქონდა დავუშვათ გონება რომ განვითარებული იყო მაგრამ აი მუდმივმა უხეშმა ჩარევებმა ზოგი მშობელი ისეთი ღრმად მხრივ ჩაკეტილი ცნობიერებისაა რომ პირდაპირ კონფლიქტი მიდის საშინელი ხო, მე არის კიდე ერთი მომენტი, როდესაც ბავშვი მიგანიშნებს შენს არასწორ თვისებებზე, თუნდაც ემოციურ არამდგრადობაზე და შენ ამაზე საშინლად ღიზიანდები და მიდის შეურაცხყოფა ბავშვის და რაღაცა შემკობა ეპითეტებით. მოკლედ არც ისეთი ბედნიერი მოცემულობა რეალობა გვაქვს დედამიწაზე. ხშირად მშობლები უფრო საკუთარი ამბიციის მსხვერპლი არიან, ვიდრე რაღაცა ბავშვის სიყვარულით განპირობებული ქმედება. ხშირად თუ უმეტესწილად არა და ამიტომ ვამბობთ აი ფსიქოლოგია დადგა ამაზე რომ დაანებეთ ბავშვებს თავი ეს არის მშობლების პრობლემა როცა ბავშვი აგრესიულია როცა ბავშვი ნევროტიულია ეს არის მშობლების პრობლემა მაგრამ აი მშობლებს აქვთ ესეთი პოზა მათ არ უნდა შეეხო მათ იცოდნენ მათ და მიიწება მე ეს რაღაცა აი კიდევ საინტერესო თემა არის ერთ-ერთი ჰიპერმზრუნველობა და ნუ შემდგომ უკვე ყურადღების დეფიციტი ორივე არასწორ აღზრდას გულისხმობს თავის თავშივე მაგრამ რა შემთხვევამდე და რა ფაქტებამდე შეიძლება მივიდეთ ბოლოს უკვე როდესაც გვაქვს დაუშვათ ან ყურადღების დეფიციტი ან კიდე ჰიპერმზრუნველობა იცით რა არის შედეგები ხა მრავალმხრივი შეიძლება იყოს მაგალითად ჰიპერმზრუნველობის შემთხვევაში შეიძლება სრულიად იმპოტენტი ცნობიერება მივიღოთ აბსოლუტურად მოდუნდეს ბავშვი. ნუ დათურ სამსახურს უწევთ ყველა. საშინელება. მე შეიძლება 40 წლის შვილიც კი უკვე იმას ფიქრობდეს, უკვე იცით რა არის, ეჩვევა. მე მეორე თემა ადამიანი მაინც ესეთი არსებაა, რომ მაინც მიდრეკილია, რომ მის მაგივრად ვიღაცამ გააკეთოს. ხა დავაკვირდეთ ჩვენ თავს, ხო, არ არის ხლა ფროიდი იყო საჭირო, რომ ამას მიხვდე. მაინც გვინდა, რომ იოლად ვიცხოვროთ რაღაცები, იოლად ვიღაცებმა გადაგვიწყოდონ და როდესაც ეს მშობლები არიან ზედმეტი მზრუნველობით, ბავშვს ავტომატურად თითქოს რაღაცა ყინავენ ერთ პოზაში. ნუ ხა ზოგი ბავშვი არ იყინება, მაგრამ ეს უკვე მისი რაღაცა ინდივიდუალური ცნობიერება, მაგრამ ხო შეიძლება აქ შევაგდოთ. ასევე ხდება, როდესაც ყურადღების დეფიციტია, იქ შეიძლება კომპლექსები ბუკეტი მივიღოთ, იმიტომ რომ ბავშვს ხშირად უჭირს, ახლა ესეც არ არის რომ მიუშვათ ბავშვი ხდებით. ქუჩაში, სკოლაში ხშირად დამკვიდრება უჭირს, ხა ჩვენ მშვენივრად ვიცით რა რეალობაში ვცხოვრობთ, რომ სკოლაში ყოველთვის ახლა 5-10% ყავს ჩვენ კარგი პედაგოგების დანარჩენებთან არის სრული გაურკვეველი სიბნელე. მშობელიც რო ესაუბრები ვერ იგებს აიდან უნდა მიუდგე ხო და ამიტომ აქ ბავშვმა არ უნდა იგრძნოს რომ ის მარტოა მან არ უნდა იგრძნოს რომ მის უკან არავინ დგას რომ ის ყველა დიდი პრობლემის წინაშე მარტოა ანუ სადაც ოქროს შუალედია აუცილებლად დასაჭერი რაც ძალიან რთულია რეალურად მაგრამ ნუ ხა ცხოვრებაც ხო ეგ არის აბა რა არის მეტი ცხოვრება ხო უნდა ვიფიქროთ უნდა ვეძებოთ უნდა ვიაზროვნოთ ხო ესე არ არის რომ რაღაცა თავზე დაგვეცეს ბედნიერება და გავწყენებული სახეებით
ვიაროთ. ესეც ხო ინფანტილიზმია. თუმცა ვიტყოდი, რომ ესე იგი ნაკლები მზრუნველობაც, დეფიციტიც და ზედმეტი მზრუნველობაც ორივე მშობლის პიროვნულ ჩამოუყალიბებაზე და იქ შეიძლება რაღაცა ძალიან ღრმა კომპლექსებზე შეუმდგარ ცხოვრებაზე მეტყოლებდეს. ასე რომ ისეთი ჯაჭვური რეაქცია ამ დედამიწაზე და იმდენად ეს სავალალოა ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ერთი რამე გადაგვარჩენს მუდმივი ფიქრი, აზროვნება. და უბრალოდ მეგობრის პოზიცია უნდა დავიკავოთ შვილთან ერთ-ერთი მთავარი. გარდაუვალია. უკვე აი ჩემი შვილი 11 წლის არის, უკვე გარდაუვალია სხვა პოზაში მასთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ავტომატურად შენ მის თვალში აღარ ხარ ავტორიტეტი, შენ მის თვალში კარგავ პატივისცემას და მე შეიძლება უცებ ვიღაც კომპიუტერის მიღმა ეზოში აღმოჩნდეს სრულიად გაურკვეველი არსება მისთვის, ასე ვთქვათ, ავტორიტეტი და მე ვიღებთ უკვე ძალიან ესეთ არეულ ცხოვრებას. არ შეგვეშინდეს, ნუ რატოა ესეთი საშიში ბავშვთან ვიმეგობროთ, რატოა ესეთი არა რთულია ხა ვერ ვუახლოვთ. თუმცა ალბათ აქაც რაღაც ზღვარი უნდა დავიცვათ, რომ რაღაც ნამეტანი მეგობრობაში და ნამეტანი თქაობაში არ გადაიცვალოს. ვერავინ ვერ აგიხსნით ხვდები. ესეთი ის არ არსებობს, ეხლა რომ მე გამოვწერო 7 წესი ეს უნდა იგრძნო. ნუ თუ ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ, რაღაცა გრძნობა. მეგობართან ხო გრძნობ ამ ზღვარს ყოველთვის. მეგობარია, შენიანია, შენ მისიანი ხარ, მაგრამ აუცილებლად იცავთ რაღაც ზღვარს. ხო ეს ჩვენ რაღაც ესეთი თანდაყოლილი აქვს ჩვენს გონებას და ჩვენს ცნობიერებას თუ ახლა ადამიანი ჯანმრთელი აზროვნებისა და იგივე ფაქტორებია შვილთან მიმართებაში. უბრალოდ ეს იცით რა უჭირს მშობელს ყველაზე მეტად ეს პატარა ბავშვი ძალიან მალე ხდება დიდი რეალურად მაგრამ აი ჩვენს გონებაში ეს რაღაც ვერ გადის და ეს პატარა რომელსაც ეფერები რომელიც დაუცველია უცებ აღმოჩნდება დიდი მაგრამ შენ ან არ გინდა რომ ამეგავდეს ხო იცით რა არის ძალიან ის არის დედისთვის მაგალითად აი რაღაცა დიდი ფუფუნებაა სულ პატარა სულ ეფერები რაღაც და ნუ გასაგებია ჩვენი ემოციები რო აქ ყველაფერი და საერთოდ რო ემოციებია ყველაფერი ამ სამყაროში ასე რომ ძალიან რთული თემაა რეალურად მაგრამ მოგვარებადი და რა თქმა უნდა თავარია ვიაზროვნოთ და ვიფიქროთ. ვიუდგეთ მეგობრულად ჩვენს შვილებს. ჩვენს ტელემოყურებელს და რადიო მსმენელს კი შევახსენებთ ნონახი და შელი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი.